ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამოშვიდობისა, თუ თქვენ გაინტერესებთ შოუ ბიზნესის სიახლეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაინტერესებთ, მაშინ უყურებთ ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. სოფლიოში ნომერ პირველ ფართად აღიარებული ტეკილა ფართი პირველად საქართველოშიც იმართება. 16 რაუნდში იამაიკელი სტუმარიც კი იყო და როგორც წესი იყო მაქსიმალური გართობა და ძალიან მაგარი გამხურებელი საცეკვაო მუსიკა რა თქმა უნდა დილამდე. ფართის საუკეთესო ჰიტებით დილამდე გაგრძელდა ნახვეთ სიუჟეტი. Этим летом у нас здесь вечеринка Максима Текила Sunrise Party. Если мы будем встречать рассвет вместе с Текилой, мы хотим сразу сказать большое спасибо всем организаторам радио. А секси Даотхи Первое радио. Ей! Да? Я не слышу. Вы не слышите? Catamassi pacaro, pacaro, sarmaro, sacre, sacre, racaro, secuestramos a los que cuelen la vida batería, rebusilas, la energía como batería, lo que tal los putos les controlamos, contemplamos, los predicamos, haciendo a nuestros centranos, los chilabuenos como... რა შეიძლება იდეას უბრალოდ იცით რატო გავიცი მოგწევს ეს ტეკილა პრინციპში და რა შეიძლება Sunrise ტეკილა Sunrise Party რომელიც ქვია ხო ეს თვითონ ჩვენ ყველა შევხვდებით ამ მომავალ გზეს რაღაცა ამ სხივებს სვანაერი პარტებიც იმართება და აქ რაღაც განსხვავებული ჩვენ ერთ მუსიკას არ თავაზობთ თქვა არც აფრიკულია თქვა არც ჰარდი არც როკი არც რეპია უბრალოდ რაღაც ძალატა ეს ირიძინკა რო ეძახიან ესეთი ვარიანტია რომ ხალხმა ისიამოვნოს პრინციპში და აი ეს რა თქმა უნდა მაიკიც გვეხმარება ამაში საკმაოდ სხვადასხვა წარმატებულადაც ენერგიული მუსიკა იყოს, soul იმედი არ იქნება, იმიტომ ტეკილას პარტი უფრო ენერგიული და ხიარული და ტონუს მაღალი უნდა იყოს. მე მომწონს, ჯერჯერობით მომწონს. ნახოთ რა მოხდება. ჩვენი ქვეყნის მშვენიერი გოგოები მის მსოფლიოს კონკურსისთვის ემზადებიან. სასტუმრო მერიოტში შესარჩევ ტურთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ვეთანხმები იმას, რომ ყველა ქალი ლამაზია, მაგრამ არიან ძალიან ლამაზებიც. ნახოთ გახდებიან თუ არა ქართველი გოგოები ძალიან ლამაზები. იმიჯ ცენტრისთვის ეს საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახდე მის მსოფლიოს ოფიციალური წარმომადგენელი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საშუალება გეძლევა ლიცენზირებული კონკურსი ჩაატარო საქართველოში და შემდეგ შერჩეული კანდიდატურა გააგზავნო უკვე მის მსოფლიოზე. მის საქართველოს ჩატარდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და მსურველებს, ვისაც უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია იმიჯ ცენტრის ოფისში. ცითად ჯერ ესეთი ყველა სპონსორს აკუფლება და მოვალეობაც რომ დააწესოს სხვადასხვა პრიზები.
და თუკი პლატინის სპონსორს აქვს მის საქართველოს პრიზის დაწესების უფლება, დანარჩენი სპონსორები ყველანი ასე ვთქვათ, ჩემ სხვა ნომინაციებისთვის პრიზებს აწესებენ. დიადემა ამსახვას ეს არის თეთრი ოქრო, ბრილიანტი შერეული ძვირფასი ქვები. სერიოზულად ძვირფასი. არ არის საშუალება რომ დედოფალი შემდეგ კარგიში ვეძებთ ამ ვიდეოს. აგვისტოს განმავლობაში შეირჩევიან რეგიონალური გამარჯვებულები. პარალელურად ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დარბაზი შესაბამისად მოვამზადოთ და მთლიანად კონკურსი ჩატარდეს მაღალ დონეზე. თემურ ცხილაძეს აშკარად არ აკმაყოფილებს ქართული და რუსული ფანების გულშემატკივრობა. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, ის ახლა საბერძნეთის დაპყრობას აპირებს. ნახოთ მოიგებს თუ არა ის ბერძენი გოგონების გულებს. მანამდე კი მის გეგმებს გავეცნოთ. ჩემი საზაფხულო გეგმები ძალიან ისეთი ლამაზი გამოდგა. აგვისტოს დასაწყისში მე ჩიბო აჭიკო ბორჯოლაძე მოცეკვავების ჯგუფი მივდივართ საბერძნეთში, სადაც ჩემი კონცერტებია დაგეგმილი. ალბათ ერთი თვის განმავლობაში ექვეყნებით. მე საფხული გადის. ყოველდღიური კონცერტები იქნება ღამის საათებში და მაინც ახლა თან თავს ვიზღვევ, იმიტომ რომ მარტო რო არ გავიხიო იქ და ჩავიხიო იოგები და რაღაცა, ნუ ერთად უფრო ადვილი იქნება, ხო? თან ახლა 4 მოცეკვავე გოგოს მიხედვაც უნდა და მარტო კაცოდო ვარ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემი 4 მარტის სოლო კონცერტის მერე ფილარმონიის კონცერტის მერე ერთმა ძალიან კარგი პიროვნებამ გადაიწერა ეს კონცერტი კასეტაზე და წაიღო საბერძნეთში. წაიღო საბერძნეთში და იქ იმ კუნძულის ერთ ღამის კლუბის მეპატრონეს ძალიან დაინტერესა, ძალიან მოეწონა და გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ ჩავსულიყავით სამუშაოდ. ამიტომ ისევ ჩემმა სიმღერებმა გამიწია მე რეკომენდაცია საბერძნეთშიც. გავაკეთეთ ძალიან საინტერესო ისეთი დიდი ლამაზი პოპური უცხოურ სიმღერებზე, ოღონდ ჩვენი არანჟირებით, ჩვენი ხედვით და ძალიან კაი რაღაც გამოვიდა, სხვა შორის ვინც ისმეს ძალიან მასწავს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.